რა გაეწყობა დიდი ხნის ლოდინის შემდეგ ვეღირსა პიანი ბაზარი ვაკა გორგილაძესთან ერთად რომელიც არის ტელეწამყვანი ეგრე დაგიძახ ხო? ჟურნალის არ დაგიძახებ შეურაცხყოფას არ მოგატარებ არა პირიქით ფიქრობ რომ არა ვარ ჟურნალისტი სათანადო ჩვენი არ გაატარე ჩემი რეპლიკა რომ შეურაცხყოფას არ დღეს ვავთ ზიარისის შვენიერ ჭაჭას რომელსაც ქვია ხოლო ჩვენთვის და მე მინდა რომ ჩვენ შეხვედრას გაუმარჯოს რომ უღამ შეხვიდე რა ვსვავთ იმ პონჩში რა კი ბატონო ჩვენს ამ შეხვედრას გაუმარჯოს ამ სასმისთან ზიარის აბა მიდი ფანტასტიკა ღირს მე ჭაჭა მიყვარს საერთოდ ამის ეფექტზე ვკაიფობ, გაიგერო? აი თავიდან მოდი ერთი რა არის და მე უკვე რო კარგია რა. აი ნუ სამნახადია. ჰა? სამნახადია. ძალიან სერიოზულია. ძალიან სერიოზულია, კი. ბოლომდე ვერ ზაურებ ხდება. არა, ძალიან სერიოზულია. თამპიანი ბაზარი. ძალიან კარგი. ოკეი. დავიწყოთ, ესე იგი, კამერის წინ რო დადექი. დაჯექი უბრალოდ. არ ცხენია? ანუ ხო ხტები რას გეკითხები? ანუ მოაზროვნეთ ყოველს აქ პრობლემა. წერით ყველაზე კარგად გადმოიცემა, მაგრამ ზეპირ სიტყვიერად არ გიტყდება რომ იმას ვერ გადმოცემ, რაც გინდა ხოლმე. ნუ ეს არის კი, დღემდე არის. ნუ ხო და არ ცხენია თქო მაგისი. მე ყოველთვის ვამბობ ხომ რომ მე საკმაოდ კრიტიკულად ვარ განწყობილი აი ამ ჩემი უნარების მიმართ. ამისგან მიუხედავად ესე იგი თავაზობს ხან ერთი ტელეკომპანია, ხან მეორე ტელეკომპანია რაღაც პროექტებში მონაწილეობას და როგორც ჩანს ეს არვეზი ხო ნუ მეუბნებიან რომ ეს არის განსხვავებული და ეს განსხვავებულობა და ის რომ არ ამ თავისი ესე იგი თავისი ეს კომპლექსები. აი ხა უყურე ძალიან მაგარ შეკითხვას დაგისვავ. ისეთ ქვეყანაში რომელიც არის საქართველო. რომელშიც აი ესეთი სასმელია, ხო? ეს ხო ტრადიციული სასმელია, ეს არის ტრადიციული სასმელი, მაგარი. ვაფშე ტრადიციული ქვეყანაა. კონსერვატორი ვაკა გორგილაძე, ესეთი კაცი, ნატურალი. მედიაში იშვიათობა როგორ არის, აი რანაირად მოხდა, რომ ეს აქ მოხდა, აღმოჩნდით. რა აღმოჩნდა? რომ მედიაში შენი ზანა კაცი კონსერვატორია, ხო, არის იშვიათი. მედიაში შენერი კაცი არის იშვიათობა. რატომ მოხდა ეგ? ნუ ჯერ ერთი ეს მარტო მედიას არ ეხება. აბა რა ეხება? ისტებლიშმენტსაც რა გოწილად და ასე. ეს იგი რაც შეეხება იმ რენომეს ან რეპუტაციას, რომელიც ჩამოყალიბდა ცეცხლის ხაზის შემდეგ, ხო? აქ უნდა ითქვას, ხო, ეს არის ტოკ-შოუ. ეს არის ტოკ-შოუ, სადაც წინასწარ არის განსაზღვრული პოზიციები, კონსერვატორის და ლიბერალის, წინასწარ არის განსაზღვრული შესაბამისი დისკურსი ლიბერალური და კონსერვატორი, რომელიც შეიცავს უამრავ სტერეოტიპს, კლიშეს. მათ შორის ეს არის თამაში ბუნებრივია. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მე არ ვიზიარებ იმ შეხედულებს, რასაც აწვევი იქ. კი, დიდ ნაწილს. თუმცა რაღაცებს ბუნებრივი არ ვეთანხმები, საერთოდ შენ ვერ ნახავ, ესე იგი, იდეალური ტიპი არ არსებობს, ეს სოციოლოგიაც ამბობს, სხვა მეცნიერებაც, ვერც იდეალურ კონსერვატორს ვერ ნახავ და ვერც იდეალურ ლიბერალს. და რომ ქართველი მამაკაცი, ნატურალი, კონსერვატორი მედიაში არის იშვიათობა. ადამ დამეთანხმე რო არის. იცი რა არის, ვინაიდან ეს ნიშა იყო მარგინალური რატომ? იყო მარგინალური, იმიტომ რომ ნაციონალურ მოდელში დაგერხათ კონსერვატორებს? ხო. არა, იქნებ კონსერვატორები გავხდით რაღაც 3-4 წლის წინ. იქნებ ეს პროცესები, რაც მიმდინარეობს სოფლიოში, გლობალურ პროცესებს გულისხმობ, რაღაც ტრენდებს გულისხმობ, რომელსაც თავს გახვევს ვიღაცა და რაღაც კულტურულ ინტერვენციებს ახორციელებს სხვადასხვა ფორმებით, ხო? აი კულტურულ ტრეგერული საქმიანობა ქვია მაგას. რა თქმა უნდა, შენ რა თქმა უნდა ამ თვალსაზრისით გეცვლება პოზიციები, შეხედულებები ბევრ რამეზე, ეს არის ბუნებრივი, ადამიანი ვითარდება მისი ფილოსოფია, მისი შეხედულება ცხოვრებაზე, რაც მოვლენებზე, იდეოლოგიაზე, ღირებულებებთან დაკავშირებითაც. მე სხვა პასუხი მაინტერესებდა, მაგრამ მოდი დავლით თუ გეჩქარება გაშრაყელი, ხო?
კარგი. იმას გაუმარჯოს. ალალ პასუხებს გაუმარჯოს. აბსოლუტურად ალალ პასუხებს. ხო და გაუმარჯოს. მით უფრო ეხლა ეს გეომეტრიული პროგრესით ზრდის ალალ პასუხებს ალბათ. კი. ხო და რას გეუბნები? მე არ ვიცი. არა, მე სხვანაირად ჩამოვაყალიბებ. იქნებ კონსერვატორი ქართველია, ნატურალი კაცი, იმდენად უნარებში ჩამორჩენილია, რომ სხვებმა გადაასწრეს მედიაში, სადაც ოპერატიულობა, სადაც კონსერვატიულობა ხელს გიშლის, სადაც ზუსტად ლიბერალი უნდა იყოს, სადაც free your mind უნდა აკეთო, გახსნა გონება და თქვენ აი ამიტომ დაგერხათ მედიაში. მიხვდი რას გეკითხები? რატომ დაგვერხა მედიაში მაინც ვერ ხვდები? მე შეათობა ხარ. არა, სწორედ ის რომ შენ ამბობ, რომ ეს არის პრეცედენტი, ხო? შენ მე გეუბნები რომ არ არის პრეცედენტი, არის კონსერვატიული, მე მაგალითად ბონდო მძინარიშვილი. ვინ არის? ბონდო მძინარიშვილი, რომელიც არ კოტირებს. ბოდიში ბონდოსთან. დარწმუნებული ვარ აბსოლუტურად ამაში, რომ ეს ტრენდი ხო გახდება, ანუ არ ვიცი გახდება თუ არა მეინსტრიმული, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ის აღარ იქნება მარგინალური. მედია არის ლიბერალი ჩათლახების ადგილი. თქვენი ადგილი მედია არ არის. თქვენ გააკეთებთ მოსაწყენ სევდიან მედიას, რომელიც არ არის საინტერესო. კონსერვატორული ტრადიციული მედია. კი ბატონო. ესე იგი, შენ იმეორებ ერთ-ერთი მე სპეციალურად ვიმეორებ. ოდიოზური რუსი ანალიტიკოსი, რომელსაც აბსოლუტურად რომლის მოსაზრებებს მე არ ვიზიარებ. მაგრამ კაი ჭკვიანი კაცია. თუმცა ჭკვიანი კაცია ბულგარული. აბსოლუტურად. ბელკოვსკის სხვათაშორის უფრო ვიზიარებ ვიდრე შევჩენკოს ამ თვალსაზრისით. ანუ ის ბელკოვსკის შევჩენკოს შენიშვნა რემარკა იმასთან დაკავშირებით, რომ კიბერსივრცე, ინტერნეტ სივრცე აქვს ოკუპირებული ლიბერალებს და ლიბერალური დისკურსი არის აგრესიული და ლიბერალური დისკურსი აგრესიული არის ყველგან საქართველოში. ხალხად. აბსოლუტურად. თუ გვეშინია. მე ის ლიბერალი ვარ, მაგრამ ცოტა ხანი ვიქნები. გვეშინია თქვენი. იყავი შუბაკის ადვოკატი. კი ბატონო, აბა რა ვქნათ. ბელკოვსკი პასუხობს, კი ბატონო, რომ ის არის იმანენტური ლიბერალების, ანუ მათი სივრცეა. მე ამაში არ ვიტყვი, რა თქმა უნდა, მათი სივრცეა. და ამიტომაც კომფორტულად ზრდობენ თავს. ხო? მე შეგახსენებთ რაზე საუბრობს ვაკა. შევჩენკომ კითხა ბელკოვსკის, რომ დედას რატო იგინებდითო ინტერნეტშიო და მედიაშიო ზოგადათო და ამან უთხრა რომ სახში ვართო აქო და ჩუსტებით ვარ და ვიგინებითო რა. ამდენად ჩვენი მისია, მაგრამ ჩვენი მისია, შენ აღარ ხარ ჩვენთან? არა, თქვენ ვინ რო ჩამოყალიბდეთ რა? მე ვიტყვი ასე, საღად კრიტიკულად მოაზროვნე რაც ჯგუფის მარგინალური ხო შეიძლება? არ არის მარგინალური, დღეს უკვე აღარ არის მარგინალური, რა კი მე ვარ აღარ არის მარგინალური, ამას ეს თამამიდან. აი უყურე. ეს არ არის მარგინალური. მივედით უკვე ძალიან დიდ ამბიციის მთამდე, რომ შახან შენ ხარ, ეს მარგინალური აღარ არის. ბონდო როცა იყო მარგინალური იყო, ხო? ბონდო იყო ნიშური. ბონდოს გააჩნდა თავისი კლასტერი. მე ვცდილობ კომუნიკაციას სხვადასხვა სოციალური ჯგუფებთან, სხვადასხვა ასაკის, სხვადასხვა ღირებულებების და სხვადასხვა შეხედულებების მქონე. ოკეი, რახან შენ ხარ? იმ თავით რო იყო შეზღუდული, ეხლა ჩვენ ვიცით რომ ობიექტივი არის არსებითად არის იდეოლოგიური პარტიული ტელევიზია. იგივე შემთხვევაში ეხლა რუსთავი 2 და საერთოდ პოლიტიზაციაზე ამ სივრცის ეხლა შეგვიძლია ვისაუბროთ, მაგრამ it's okay, ამერიკა ყველგან ეგრეა მსოფლიოში. ყველგან ეგრეა, აი ეგრე როგორც საქართველოში არის. აი მე რაც CNN-ს უყურებ ეგრეა ძმაო და. CNN-ს თავიდანვე მე რაც ვამბობ. მედია ახდენს დრამატულ გავლენას საქართველოს განვითარებაზე, პროცესების განვითარებაზე და ისტორიაზე. მოდი შეგახსენებ. ზვიად გამსახურდიას ჩამოგდება მოხდა პირველი არხის აქტიური მონაწილეობით. შევარნაძის ვარდების რევოლუციის მოხდა ასევე გამარჯვებული ხალხის ტელევიზიით. მეცხრე არხმა მოახდინა იმ კადრების ტრანსლაცია, რომ ჩემის აზრით საბოლოო მობილიზაცია მოახდინა ამ პროტესტული ელექტორატის და უბრალოდ ადმინისტრაციული რესურსი არ იყო ნაცებს, რომ გაიყალბებინა ეს არჩევნები. სამივე შემთხვევაში მედიამ ითამაშა დრამატული როლი. ჩვენთვის სასიკეთოდ შეიძლება ითქვას, რომ ტრადიციული მედია, ელექტრონული მედია თავის გავლენას კარგავს. ნელ-ნელა ტრენდები, მეინსტრიმები, რაღაც დოქტრინები არ გაგვაჩნია. ეს არის უბედურება ამ ქვეყნის. ჩვენ ვერ ხედავთ პოლიტიკურ
ვერც დოქტრინას, ვერც კონცეფციას, ჩვენ ვერ ხედავთ ფილოსოფოსებს. აი მაგალითად შათირას ხო ხედავთ? არა, შათირა ხო გამონაკლისია ხო? მოიცა, ეხა შენ ძალიან გაუბერე. მოდი დავლიოთ კიდე. და უფრო გაუბეროთ. ანუ რას გაუმარჯოს, ალალ პასუხებს თქო, მაგრამ შენ რაღაცა შემომაჩვენე, კარგი. აღარ გახსოვს ხო? ეს პიანი ბაზარის უცებ გაპიანდა ჩვენი ბაზარი. რაზე. ის რომ რაკი მე ვარ, არ არის მარგინალური ტრენდი? არა, რაკი შენ ხარ, რომ არ არის მარგინალური ტრენდი, შენი ამბიციურობის მაუწყებელია, რაც მე მომწონს და მევასება. შენ ამბიციურობას გაუმარჯოს, რა ჯანსაღს. ჯანსაღი რას ნიშნავს? ჯანსაღი ამბიცია ხო? ნუ გიყოს, ცოტა შევარბილე რა. კიდევ ერთხელ ვამბობ, ესე იგი, მე ვარ ჰომეოსტაზის მომხრე, ანუ მე ვარ მომხრე იმის, რომ ესე იგი გაწონასწორებული სისტემა არსებობდეს. ამ სისტემაში არსებობის უფლება უნდა ქონდეს ფაშისტსაც, ლიბერალსაც. ფაშისტს როგორ? ფაშისტზე პრობლემაა. არა, ფაშისტი ვერ თახტებით. რატომ ვერ თახტებით? თუ ფაშისტი ციხეში უნდა იჯდესო, იძახიან ლიბერალები. ნუ ხო და მე კორკოტა დაიჭირეთო იძახიან. კორკოტა არ არის ფაშისტი. არა, ფაშისტიაო. არ არის ფაშისტი კორკოტა. არა, შენ კი იძახი, მაგრამ ლიბერალებს კორკოტა არის ფაშისტი და ესე იგი ეს პოზიციონირება ხდება, მაშინ აი სულ პასუხისმგებლობით ვამბობ, ვის ხელშია ქართული ფაშიზმი? ვაი დედა. ანუ ფაშიზმი სერიოზული მოვლენაა, იმისთვის რომ ფაშიზმი რა თქმა უნდა, მიუხედავად იმისა, იქ სხვადასხვა ბლოგები, ძალიან საინტერესო ბლოგები, რომელსაც ავრცელებენ ნაციონალური ევროპული საქართველოს წევრები. ეს გავრცელებული ეგეთ სტერეოტიპია, რომ ეს კარიკატურით ყოველთვის იწყება, არაფერი კარიკატურული არ იყო მუსოლინი. და არც ადოლფ ჰიტლერი არ იყო კარიკატურული. მუსოლინი უფრო კარიკატურული. და არის იუნგის ესე იგი ესეები, როდესაც აკვირდებოდა ჰიტლერის გამოსვლას, ხო? ამდენად ეს არის ძალიან სერიოზული რამ. ჩემთვის მიუღებელია ნებისმიერი ტრენდის აბსოლუტური დომინაცია. აი ლიბერალური ტრენდის დომინაცია. რა თქმა უნდა, ლიბერალი მე ანტილიბერალური აი ეს ტრანსფორმაცია ჩემში მოხდა მას შემდეგ, როცა დავინახე, რომ ლიბერალიზმი ცდილობს აბსოლუტური დომინანტური პოზიციების დამყარებას. მოათავსე ადამიანი ტყეში, ხო და ვიცით ახლა უამრავი ისტორია, არა მხოლოდ კიპლინგის მიერ არის ნამდვილი ისტორია. ხო, კიპლინგი მაგრამ აღწერა რაც იყო. აბსოლუტურ უნარებს კარგავს და ისევა ცხოველა. რა თქმა უნდა. აბსოლუტურ თავისუფალ არსებას. და მითხარი და თავისუფალი არსება ცხოველია? რა თქმა უნდა. თავისუფალი არსება ცხოველი. და თავისუფალი და როცა შევზღუდეთ კანონებით, ანუ უყურე რა ჩათლახობა ლიბერალიზმში არ დალიო ჯერ, მაიცა. არ შეიძლება როცა საუბრობ ლიბერალებზე, ეგრევე გინდა დალევა. მოიცა, უყურე რითი შევზღუდეთ ჩათლახობით შენი თავისუფლება თავდება იქ, სადაც იწყება მეორეს. და ეს ლიბერალის ნათქვამია. ეგ არის ჩათლახობა. ეს არის ლიბერალის ნათქვამი ერთ-ერთი იდეოლოგიის და ეს არის პრინციპში ეს არის სწორი, თუმცა შევიმუშაო წესები, სადაც მე ჩემსაც გავისწორებ, მაგრამ ხელს არ შეგიძლიო შენი გაისწორო. კი, მე მოკლედ მე ვამბობ რას, ესე იგი. ეგ არ არის სწორი? არა, ეს არის სწორი. ნუ ხო და რა მინდა ლიბერალი ხარ ესე იგი. არა, ეს არის სწორი. მე კიდევ ერთხელ გეუბნები, ესე იგი, ინიანი ძალიან მომწონს, ხო? ეს ასახვა ხდება. რა თქმა უნდა, ჩემში რაღაც ლიბერალური ანუ შენ გერხევა, შენში ბაცილა არის ლიბერალური. არანაირი მე გიწყდება რომ ბოლომდე ასავალ-დასავალი იყო, ხო? ხო მე არ მომწონს ასავალ-დასავალი. ხო, აი დაგერხა. რატომ დამერხა? კონსერვატორი არ ხარ ბოლომდე. რატომ? და ვითქვა რომ ასავალ-დასავალი კონსერვატორი? არა, რაღაცა გაუგო მაგათო. შალვა შენ ხო ესე იგი ნიჭიერი ადამიანი ხარ, ბევრ ამაში ერკვევი, ხო? ასავალ დასავალი არის ძალიან კარგი მარკეტინგული სვლა. შენ ესე ფიქრობ? რა თქმა უნდა. ეს არის კარგად გაფიქრობენ. 60,000, 70,000, რომელსაც მოსწონს ისტორიები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი გენიალური იყო, ესე იგი ბელადი, იოსებ სტალინი და სტალინი გენიალური იყო. მე აბსოლუტურად გეთანხმები, მაგრამ მე არ ვეთანხმები იმ აღთოვანების ხარისხს. და მე მოტივაციას არ ვეთანხმები. მაგრამ გენიოსი იყო. ნუ რა თქმა უნდა. ქართველი რო ხარ, გიგიწორდება?
აბსოლუტურად არანაირ დისკომფორტს აღძნობ იმის გამო რომ რაღაცები გამოვტოვეთ ჩვენს დისკურსში რომ რაღაცები აი ფილოსოფია რომ გამოვტოვეთ არის მე მაქვს რაღაც ნარცისისტული დამოკიდებულება ქართველობის ნარცისისტული დამოკიდებულება შეგატყე აი მომიშვენე ესე იგი მე მაგალითად მომწონს როდესაც საუბრობ ქართულად უცხოეთში მართლა? კი, იმიტომ რომ ძალიან ბევრს მოსწონს ეს ჟღერადობა და მეუგზნობა. ხო, ეს ანეკდოტი, ამ შოფერს საპრატივნი რუსეთში რო უთხრეს, ძღოზე რო უთხრეს. ვირაჟაიტის კულტურნი ბალოჩოე, ხო, არის რაღაცები. ნუ თუმცა დღეს ახლა ჩვენ გამივიჩნდით ანუ შენ ქართველი ხარ? მე საქართველოს მიყვარს. და ქართველი ხარ და არ გიტყდება, ხო? რატო? მე არ მესმის. არიან შეკითხვა არ არის ლეგიტიმური. არიან ვიღაცები, ნუ რა ვის უთყდება? აი ნუ მე უკანასკნელი ლიბერალის კი ამას არ იტყვის. ამბობენ, ჩუმად სად რას ამბობენ? ბანძები ვარ და რაო მაგარი ჩამორჩენილები ვარ. მაგრამ პრინციპში ილიაც მაგას ამბობდა ახლა. ანუ ილიას იყენებენ ყოველ წუთში რა, ეგრე არ შეიძლება რა. ნუ ილიას იყენებენ იმიტომ რომ თავის დროზე ამ ლიბერალიზმმა ხო განიცადა ტრანსფორმაციები. ლიბერალიზმი რომელსაც გადაგებდა ეროვნულ-ნაციონალური ლიბერალიზმი, რომელსაც გადაგებდა ჭავჭავაძე, აბსოლუტურად განსხვავდება ამ ლიბერალიზმისგან. თავარი, აი ნახე, დღესაც ჩვენ ვდგევართ ამ საშიშროების ჩვენ ხედავთ რომ რაღაც ნაკადები, აი მაგალითად ჩატარდა ეს ქართული მარში, მე ჩატარდა ქალთა მარში, ეხლა ჩატარდება ევროპული საქართველოს მარში. რომელსაც მე ჩატარდება ანარქო-სინდიკალისტების არატრადიციული ორიენტაციის მქონე მამაკაცების მარში და ყველაფერი პლეხანოვზე. ეს ყველაფერი ხდება აღმაშენებლის გამზირზე. ხანდაჭარის არის რაღაც ნაკავი თემაა რა. ძალიან და ჭავჭავაძეს თუ გავიხსენებ, თუ ჭავჭავაძე ამ იარლიკებს არ ევასებოდა ეს. რა თქმა უნდა, ის წერდა ძალიან მაგალითად ჩატეხილი ხიდის თეორია. კაცი წერდა რომ რა დროს უცნაურია, მაგრამ საქართველოს მობილიზაციის, საქართველოს ესე იგი აი სოციალისტური იდეების პოპულარიზაციის გამო სოციალ-დემოკრატები შედიოდნენ რუსულ მესამე მეოთხე დუმაში, თავისი ფრაქციებით, ხო? და ლიდერები იყვნენ სწორედ ქართველები, ხო, მათ შორის. ეს მარქსისტული მოძრაობა იმდენად იყო გავლენიანი, რომ ესე იგი აღშფოთებაც კი გამოიწვია ჭავჭავაძე, რა თქვა, რა დროს კლასობრივი ბრძოლა, რა დროს ესე იგი საუბარი რაღაც კლასების შორის დაპირისპირების შესახებ, ხო? მარქსიზმია საერთოდ. საქართველოს გახდა პირველი მარქსისტული სახელმწიფო მსოფლიოში. ისე მაგრები ვარ, აბა. როცა გვაქვს აი ესეთი მაგარი სასმელი. ხო დამოღამდი ამ სასმელზე. რატო არ გვაქვს მისტიკა? აი სწორედ ამის გამო რომ ესეთი სასმელი გაქვს, მისტიკა არ გჭირდება. ანუ ამაში არის მისტიკა. ნუ რა თქმა უნდა, ამაში მედიტაციაც არის და ასე შემდეგ. შენ ხარ მედიტაცია. ნახე, აი სიტყვა საზღვარი, მოდი გავაანალიზოთ რა. საზღვარი, ზღვა არის საზღვარი. რატომ ზღვა ფეხებზე გვეკიდა? აბსოლუტურად ჩვენ არ გჭირდებოდა. ჩვენ არ გავდიოდით იქ. აქ ქონდა საჭმელი რა. აქ ყველაფერი ქონდა. აქ ბედნიერությունობით თავს. ის არგონავტები აქ ჩამოვიდნენ და ოქროსატმის აქედან წაიღეს. ბიჭო, მე რომ მენძრევა და აი ეს ინვაზია, ეს ნომადური კაი ნომადო. ხო მაგარი, ვიცი. ნუ ვიცი ეს სიტყვა. ნომადური. მაიმუნი ვარ. არ გვაქვს ჩვენ ეს ინტენციები, კაჩევლიკური. Star Wars-ი მევასება რა, აი კოსმოსში გაფრენები. ეს ქართველი არ ვარ, ხო? რა სამოვარდი, ხო? იცი რა. ქართველებს ფეხებზე კიდეთ კოსმოსში, ხო იცი? კოსმოსი კიდია. ხო და მე არ მკიდია, მე მაგრამ მეოვასება რა. კი, კოსმოსი გვეკიდა ყოველთვის. და მე არ შენ კიდია, Star Wars-ი არ არის შენი საყვარელი. მარცეთი არ გნანახი. გასაგებია. არა, მე არ მკიდია. არა, კიდია. მე არ მკიდია სხვა თვალსაზრისით. მე, აი ნახე, ჩვენ ვართ საქართველოს რა ახასიათებს, ძალიან ჰერმეტული სივრცეა. ჩვენ გვაინტერესებს მხოლოდ მოდი, აბა შემოდი. რაც უკავშირდება მხოლოდ ჩვენ და ვერ ხედავთ იმას, თუ რა ხდება გარეთ. რატო? არ ვიცი. ბებრები ვართ იმიტომ. ნუ აბა დაუბერდით რა. აი ეს აბსოლუტურად არასწორი, აი არ არის, არ უნდა იყოს აქტუალური ეს დეგენერატობები. შენ გახსოვს ეგეთი ხორუმი ქართული ცეკვა სპექტაკლი. გენიალური, აბსოლუტურად გენიალური არ მახსოვს. ხორუმი ცეკვა? ბიჭო, აი ნახე კარგად. აი ისე შეგვიძლია მცხოვრი ტრენდების აქეთ შემოწოვა და გადაკეთება რომ ის უცხოელები შტერდები. არა, სხვა რამეს ვამბობ. ჩვენ რა თქმა უნდა კულტურულად ვართ, ესე იგი ფრენდლი, ესეთი კულტურული გარემოა, რომელიც ითრევს და აქ უნარი აბსორბციის. აუ, უდიდესი რა. არა, ისინი შტერდებიან თვითონ უცხოელები, რომ პირველი ტალღა, როდესაც სხვადასხვა მისიები შემოვიდნენ, საელჩოები და რაღაც. ქართული ცოლები მოიყვანეს. ქართული ცოლები მოიყვანეს.
6-7 ქალი გათხოვდა. ხო, მაგრამ ხო ქენი. ქალი მაგარია, კი. თუმცა, ესე იგი, როგორც ერთმა რუსმა ქალმა მითხრა, Вака запомни, у Грузии 2 экспортные статьи. Это Тхемаль и мужчины. Тренდი შეიცვალა. კაი, მოდი ახლა საინტერესო ქართულ ქალებს გავუმართ. დაუმოჯოს ქართულ ქალებს. ჩვენ ცოლები ხო ქართული ქალები არიან? ქართველი ქალები არიან, ჩვენი ცოლები და ქართველი ქალები არიან, ჩემი აზრით, ყველაზე სექსუალური ქალები მსოფლიოში. ეხლა ეს ახსენი. ნუ მოგთხოვ პასუხს ახლა მაგას. კი ბატონო. მიდი ახსენი. რა უნდა ახსნა? არა, რა თქვის ახსენი ძმა. განცდა არის ესეთი. არა, ეგ შენი იმპრესია არის. ვიწრო განცდა ეგა. კი ბატონო, ჩემი ვიწრო განცდა არის. მოიცა, რამდენი ხანი აღარ დარბიხარ იქით იმაში. მოსკოვებში. 2007 წლიდან არ ყოფილა. ქართველ ქალს აქვს უნიკალური თვისება, რომ დედა გიტიროს ნებისმიერ მომენტში, იმიტომ რომ გიყვარს. და ეს არის აუხსნელი რა. მე ხა ეგრე განსამაგრო რომ შენ იყენებ ეთერს იმისთვის რომ შეურიგდე შენ სოულს. არა, მე არა შესარიგებელი არა მაქვს. არა. რეალურად ეგრეა. არ ვიცი, სხვადასხვანაირად არის რა. აი ეს მაგრამ ესე იგი მაგრამ ეს არნიშნავს იმას რომ ჩვენ არ უნდა დავლიოთ ქართველი ქალისა და არა რა თქმა უნდა დავლიოთ მე გეტყვი შენ რომ ჩემი დაკვირვებით ეხლა რაც მახსოვს ეხლა მე ხა ღრმა ის არა მაგრამ ნუ მახსოვს საბჭოეთი მახსოვს ჩვენ 99 წელს მაგ სკოლა დამთავრებული ხო საბჭოეთი მე 88-ში თქვა ჩვენ 90 ხო ნუ ასაგებია და ამდენად მაშინაც ტრადიციულად ქალი რა თქმა უნდა გავლენას ახდენს რაც უფრო დიდ გავლენას, რაც უფრო დამოუკიდებლად გამოიყურება მამაკაცი, მით უფრო ქალი გავლენას ახდენს ეფემიზმია, ქალი დედას მე მგონი. ეს ეფემიზმით ლაპარაკი არ არის. არა, მომიშვინე. ქართულ ქალს გაუმარჯოს. ქართულ ქალს გაუმარჯოს. ზედმეტი ლაპარაკის გარეშე. ფაქტია, რომ ქართულმა ქალმა ბევრად უფრო სწრაფად გაიარა ეს ადაპტაციის პერიოდი საბჭოეთიდან. ბევრად უფრო გამოჩინა ინიციატივა, ბევრად აი პარკს რო შეხედო, ხა საჭისთან მე ჩემი დაკვირვებით 30% არის ქალი, ხო? არასამთავრობო ორგანიზაციები, PR მენეჯერები, სახელმწიფო სექტორში თუ არიან 80 კი ბატონო. ჯობიან, რაღაცაში ჯობიან. ქართულ კაცებს. რაშიტო? აი, ჯობლიან. ძალიან ბევრი. ჯობლიან, ნახე, ესე იგი 2 წლის წინ საქართველოს ქალთა ნაკრებმა გაიმარჯვა ჭადრაკის მსოფლიო ჩემპიონატზე. წარმოიდგინე, ესე იგი, ერი, რომელსაც სტატისტიკა გვეუბნება, რომ 3,700,000-ია და განსამაგრო 3 მილიონამდე ვართ. ხო, მე მგონი იმარჯვებს ოლიმპიადაში, ხო? ხო, ჩიბურდანიძე და გაფრინდაშვილის დომინირება 35 წლის განმავლობაში არის აუხსნელი ფენომენი პრინციპში. ჩვენ ჭადრაკს ვერ თამაშობთ. ერთ-ერთი მოჭადრაკე ხა გვარს არ დავასახელებ, მაგრამ ესე იგი გაითქვა სახელი იმით, რომ ერთ-ერთი ლინარისის თუ რაღაც მაღალი დონის ტურნირი იყო და საბავშვობატი და 12 წლაში აღიარა ქალები მაგრები ყავს კი. ქალები მაგარი. აი ამ აუხსნელია ეს რა. ჩვენი ქალები ამ გავლენის გარდა ხო ძალიან ესეთი ელასტიურები არიან რა. მაგრები არიან. შენ არასოდეს არ განახებს იმას რომ დომინირებს შენზე რაც მაგრამ დომინირებს. მაგალითად რუსეთში აღიარე ხო რუსეთში ამის დემონსტრირება ხდება. რუს ქალებზე ცალკე გადაცემა გავაკეთეთ, ოღონდ არ გავუშვათ ეთერში. ევროპელებში აი ევროპელები არ გვინდა, რუს ქალებზე გავაკეთეთ ცალკე გადაცემა, ეთერში არ გავუშვათ. ეთერში არ გავუშვათ. და დედა გვეტირება რა. აქვსოთ. დალი ახლა ეს ქართველი ქალებს სანამ დროა. აუმარჯოს ქართველ ქალებს. მოკლედ, შენ ხარ ადამიანი, რომელიც შეიძლება დამსახურებულად თქვი, რომ ეთერშიც, კამერაშიც და კამერის მიღმაც ტიპი ხარ. კი. ხო და აქაც. ო, აი დავინახე. ამიტომ თქვი ეგეც სადაგზავნო. მე მინდა ვთქვა, რომ მოდით გამოვინახოთ საერთო ენა და მოდით თუ კი შეიძლება არ გიყვარდეს და არავინ არ უნდა გაიძულოს, ეს არის იდიოტური ლიბერალური რაღაცა, რომ გიყვარდეს ერთმანეთი და ასე შემდეგ. პატივი ვცეთ ერთმანეთს და ვესაუბროთ სათანადო გაუმარჯოს. ესე იგი განწყობით და ამას გაუმარჯოს. არ დაუშავოთ ერთმანეთს არ მივამარჯოს, ხო? მე გურული ვარ. შენ ხო გურული ხარ? აბა მე ჩემპიონი ვარ. მშვიდობას გაუმარჯოს. მშვიდობას გაუმარჯოს. ამით ვამთავრებთ.
Paxodu ზიარისგან გადმოგცემ აი ამას ხო მაგარი დაგევასე რასაც ვწოვდი და ამას შუქნით აბა რა შვებით რა აჰა კარხახთან დალია რა only for you კარხახთან დალია ხო რა თქმა უნდა კონსერვატორებთან აბა ვისთან და კონსერვატორ განწყობილი ხო რამდენი ვიფასო მაყურებლებო ვაკა გოგრიდლაძე ჩემი მეგობარი მე ესე ვიტყოდი აიხარა რა თქმა უნდა იყო ჩვენი რაღაცა გადაცემა არ არის არჩეულ არ არის რაღაცა პიანი ბაზრის სტუმარი